მოდით ვნახოთ, სად და რა პირობებში ტარდებოდა მსოფლიო ჩემპიონატები თითქმის 1 საუკუნის განმავლობაში. ვიწყებთ 1930 წლიდან. ურუგვაი, ისტორიაში ფეხბურთის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი. მაშინ ტრანსატლანტიკური ფრენები არ არსებობდა. ევროპელებს ოკეანის გადასაცურად გემით 3 კვირა დასჭირდათ. ამ უდიდესი გეოგრაფიული ბარიერის გამო ტურნირზე მხოლოდ 4 ევროპული გუნდი ჩავიდა. 1934 წელი, იტალია. ტურნირმა ევროპაში გადმოინაცვლა. ეს იყო პირველი ჩემპიონატი, სადაც გუნდებს მონაწილეობისთვის შესარჩევი ეტაპის გავლა მოუწიათ. მოსოლინის ფაშისტურმა რეჟიმმა ჩემპიონატი აქტიურად გამოიყენა პროპაგანდისტული მიზნებისთვის. 1938 წელი, საფრანგეთი. ტურნირი მეორე მსოფლიო ომის მოლოდინში და შეცვლილი საზღვრები. მაგალითად, ავსტრიის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი გაიარა, მაგრამ ჩემპიონატზე ვერ გამოვიდა. ნაცისტურმა გერმანიამ მისი ანექსია მოახდინა და ავსტრია მსოფლიო რუკიდან დროებით გაქრა. 1950 წელი, ბრაზილია. ომის შემდგომი პირველი ტურნირი ახალ პოლიტიკურ რეალობაში. ბრაზილიამ სპეციალურად ააგო გიგანტური მარაკანა, სადაც გადამწყვეტ მატჩს რეკორდული 200,000 მაყურებელი დაესწრო. ფეხბურთი მასშტაბურ ინდუსტრიად იქცა. 1954 წელი, შვეიცარია. მეორე მსოფლიო ომისგან დანგრეული ევროპის ფონზე ტურნირი ყველაზე უსაფრთხო და ნეიტრალურ ქვეყანაში, შვეიცარიაში ჩატარდა, რადგან მისი ინფრასტრუქტურა ომს გადაურჩა. ეს იყო პირველი მუნდიალი, რომელიც ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცა. 1958 წელი, შვედეთი. გეოგრაფიულად ყველაზე ჩრდილოეთით ჩატარებული ჩემპიონატი ისტორიაში. გეოგრაფიული ბარიერი სწორედ აქ დაირღვა. ბრაზილია გახდა ისტორიაში პირველი ნაკრები, რომელმაც მუნდიალი საკუთარი კონტინენტის მიერ მოიგო. 1962 წელი, ჩილე. მუნდიალი წყნარი ოკეანის სანაპიროზე, უკიდურესად ვიწრო და გრძელ ქვეყანაში. ტურნირამდე ცოტა ხნით ადრე ჩილეში ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი 9.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რამაც ლანდშაფტიც კი შეცვალა, თუმცა ქვეყანამ სტადიონების აღდგენა და მასპინძლობა მაინც შეძლო. 1966 წელი, ინგლისი. ფეხბურთი თავის ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა. სწორედ აქ გაჩნდა პირველად ჩემპიონატის ოფიციალური თილისმა, რამაც ტურნირის მარკეტინგული მხარე სამუდამოდ შეცვალა. 1970 წელი, მექსიკა. საზღვრები ფართოვდება. პირველი მუნდიალი ჩრდილოეთ ამერიკაში და ნამდვილი გეოგრაფიული შოკი. თამაში ზღვის დონიდან ძალიან მაღლა, ჟანგბადის ნაკლებობისა და გაუსაძლისი სიცხის პირობებში. 1974 წელი, დასავლეთ გერმანია. ცივი ომის პიკი და რუკაზე ორად გაყოფილი გერმანია. ტურნირის ისტორიაში პირველად და უკანასკნელად ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის ნაკრებები დაუპილისპირდნენ. 1978 წელი, არგენტინა. ტურნირი სამხრეთ ამერიკაში დაბრუნდა. ჩემპიონატი უმძიმეს პოლიტიკურ ფონზე, სამხედრო ხუნტის პირობებში ჩატარდა. ევროპული ქვეყნების ბოიკოტის მუხარის მიუხედავად ტურნირი მაინც შედგა და არგენტინამ საკუთარ კედლებში თავისი პირველი ისტორიული ტიტული მოიპოვა. დღეს მიმოვიხილეთ პირველი 11 მუნდიალი, თითქმის ნახევარი საუკუნე. გამოიწერეთ ჩვენი არხი და სულ მალე მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიის მეორე ნაწილს შემოგთავაზებთ.